მგონი ამ სიტუაციაში გაჩვენება თვითმკვლელობის ტოლფასიაში ნულოვანი თანაგრძნობა არის პრინციპი. აი ეგ არის ფაშიზმის რომ ადამიანი მისთვის აღარ იმსახურებს 1 მილიგრამ თანაგრძნობას. ანუ ადამიანი აღარ არის ადამიანი, არის მტერი და მტერი უნდა მოკლას. რატო არის თქვენი აზრით ასეთ მნიშვნელოვანი ამ რუსთაველის გადაკეტვა? ჩვენ რადგან არ გვაქვს არანაირი საშუალება ბრძოლის გარდა პროტესტის გამოთქმისა. ეს არის პროტესტის სახიერი სიმბოლო. სანამ პროტესტი არსებობს, სოფლიო ხედავს, რომ ჩვენ არ ურიგდებით ამ უსამართლობას, ამ ძალადობას, ამ ტყუილს, ამ სიყალბეს, ამ რუსულ რეჟიმს. როდესაც გემი იძირება, ყველამ ერთად უნდა ამოვხაპოთ წყალი, რომელიც დგება ტრიუმფში. თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებდა ეს რაოდენობა, ეს ხალხი, ვინც იქ გავდივართ, არ გაიზრდება, თუ ჩვენ ამას შევეგუებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე აღარ ვართ ის ქართველები, გადავგვარდით, დავკარგეთ, ეს არის ბოროტება და ამ ბოროტებას უნდა ყველანი ერთად ვებრძოლოთ და უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი მომავალი. ეხლა იმის შიშით, რომ ვაიმე ციხეში არ მოუხვდე, გავჩუმდე, არ შემილია. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ხელისუფლება ერთი მხრივ აცხადებს, რომ ეს პროტესტი არაფერს წარმოადგენს და იქ სულ რაღაც 50 კაცია შეკრებილი, თუმცა მეორე მხრივ გამალებით ებრძვის მას და ცდილობს მის ალაგმვას. ჯერ იყო და 500 ლარიანი ჯარიმები 5000 ლარამდე გაზარდეს. თუმცა ამანაც რომ არ იმუშავა, ახლა საერთოდ გზის გადაკეტვისთვის ციხე შემოიღეს. პირველ ჯერზე 15 დღიანი, განმეორების შემთხვევაში 1 წლიანი. მიუხედავად ასეთი დიდი რისკისა, ხალხი რუსთაველზე მაინც გამოდის და გზას მაინც კეტავს. დღეისთვის რამდენიმე ათეული ადამიანია უკვე დაპატიმრებული გზის გადაკეტვის ბრალდებით და შემდეგ დღეებშიც იგივე გაგრძელდება. ხალხი რუსთაველზე კვლავ აპირებს გამოსვლას. მიუხედავად ასეთი მაღალი რისკისა. რა იწვევს ასეთ პროტესტს? რის გამო არის ხალხი მზად რომ წავიდეს ციხეში, მაგრამ ეს კერა შეინარჩუნოს. რა მნიშვნელობა აქვს რუსთაველზე დგომას? ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ამ პროტესტის ერთ-ერთი მუდმივი მონაწილე. წერალი ირაკლი ლომოური. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბუნებრივია, ჩვენი საუბრის თემა არის ის ვითარება, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი და ის პროტესტი, რომელიც გრძელდება ამდენი დღე და თქვენ ფაქტობრივად გხედავთ ყოველ დღე შეიძლება ითქვას ამ პროტესტზე და თქვენი ეს ფოტო ბოლო დროს, რომელიც ესე გავრცელდა, თქვენი სკამით მოდიხართ ხოლმე და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ეს ფოტო როცა თქვენ მარტო ზიხართ რუსთაველზე, ნუ რამდენიმე ადამიანთან ერთად კეტავთ რუსთაველს სკამით, ხო ესეთი ძალიან შთამბეჭდავი ფოტო იყო და არა მარტო ბუნებრივია ამ ფოტოს გამო ზოგადად თქვენი ამ პოზიცია, რომელიც არის ასეთი ურყევი ამ პროტესტში, სწორედ ამის გამო გადავწყვეტეთ ბუნებრივია თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა და საინტერესო თქვენი შეფასება. მოდით დავიწყოთ სულ იქედან, თავიდან დავიწყოთ, რატომ გაქვთ ეს პროტესტი? რა ხედავთ ქვეყანაში ისეც, რომ თქვენ ადამიანს, რომელსაც რაღაც კარგული ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, მაინც გამოდიხართ ყოველ დღე რუსთაველზე და ცდილობთ, რომ ეს პროტესტი გამოხატოთ. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა ინტერვიუს ჩაწერისთვის და იმისთვის, რომ მაძლევ საშუალებას გამოვთქვა ჩემი პოზიცია. ეს კითხვა ერთის მხრივ ძალიან მარტივია და მეორე მხრივ რთულია და მოითხოვს საკმაოდ ვრცელ პასუხს. კი ბატონო. ნუ ეცდები რაც შეიძლება ლაკონურად მოგახსენოთ. მე მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა იმ ევროპული ვექტორიდან გადასვლის შედეგად იღუპება, იმიტომ რომ რუსეთში მივექანებით და ალბათ უკვე იქ ვართ. ბოლომდე ეს ვერ გაგვიცნობიერებია, მაგრამ რუსეთმა მოახერხა და შიგნიდან დაგვიპყრო. ის კი არა, რომ ჯარი შემოიყვანა თბილისში, ის კი არა, რომ რაღაცა აგრესიული პოლიტიკა აწარმოა. არამედ ერთმა ოლიგარქმა თუ
მილიარდერმა, მდიდარმა კაცმა მთელი ქვეყანა იყიდა და მიართვა ხონჩით კრემლს. კრემლის მმართველს. ხო და მე მგონი ამ სიტუაციაში გაჩუმება თვითმკვლელობის ტოლფასია. შეუძლებელია ადამიანი, რომელიც ფიქრობს თავის ქვეყანაზე, თავის შვილების მომავალზე და უყვარს ეს ქვეყანა, უყვარს ეს ხალხი, უყვარს ეს კულტურა და შენ თუ ხარ გულგრილი, აი მარტო იმ შემთხვევაში შეგიძლია იყო შვიდად სახლში და არ გახვიდე ქუჩაში, იმიტომ რომ ერთადერთი გზა რომ გამოხატო პროტესტი და რამენაირად მაინც შეუშალო ხელი აი ამ დამღუპველ სვლას უფსკულისკენ და სინამდვილეში უკვე უფსკულში ვარ და უკვე ვეცემი თუ მივქრივართ. ერთადერთი გზა, ერთადერთი საშუალება წინააღმდეგობის პროტესტი გამოთქვის ეს არის რომ უნდა გახვიდე და ხმამაღლა იყვირო რომ ხალხო გამოდით ვიღუპებით ერთად დავდგეთ და ვიბრძოლოთ უიარაღოთ მშვიდობიანად, მაგრამ ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად. ეს არის მეტნაკლებად ესეთი ცხადი და არსებითი ლაკონური. თქვით რომ აი უკვე ფაქტობრივად რუსეთში ვართ და რუსეთი ვართ და ამას ზოგი ასე არ აღიქვავს. ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ისინი ვინც ამ ხელისუფლებას ემხრობა, ისინი ვინც შეიძლება ნეიტრალური არიან, ეს ხელისუფლება არ მოსწონთ, მაგრამ არც ასე ტრაგიკულად უყურებენ სიტუაციას, როგორც თქვენ და მე მაგალითად ამ სხვები. ხო, ისინი არ ფიქრობენ, რომ ასეა და აი ირონიულადაც კი კითხობენ, ხო, აბა ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, უკვე თუ რა ხდება. უკვე ვარ. რატო ვართ ეს რა უხსნათ? ესეთ რა. თუნდაც ეს ფაქტი, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმავდროულად ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე რუსაველზე დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის. აი ეს უკვე მანიშნებელია იმისი, რომ ჩვენ დავკარგეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, უпростоრად ჩვენ კი არა. ჩვენმა ხელისუფლებამ დაკარგა რეალობის აღქმა და შიზოფრენიულ ფაშიზმზე გადაეშვა ამ შიზოფრენიულ ფაშიზმში. ეგეთი რაღაცა რუსებსაც კი არ გაუკეთებია და არც ბელორუსებს. და ეს შიზოფრენიული ფაშიზმი შემთხვევით არ ვახსენებ. საერთოდ რუსეთის არსი ამ ფენომენის, ამ მოვლენის სიღრმისეული მექანიზმი და мотиваცია ჩვენ თითქოს და ვიცოდით ყველამ, ხო, მაგრამ როცა წავიკითხა ეს მიხეილ ეპშტეინის წიგნი, აღმოჩნდა რომ ბევრი რაღაცა არ ვიცოდი და რეალურად მე აი ამ წიგნი რომელიც თქვენ თარგმნეთ, ხო, და გამოეცით, წიგნი თარგმნე გამოეცი სულ ცოტა ხნის წინ და ცდილობ გავავრცელო რაც შეიძლება ფართოდ და ბევრ ადამიანს ავაკითხო და ეს ქვია რუსული ანტისამყარო შიზოფრენიული ფაშიზმი. ეს არის მიხაილ ეპშტეინის ვრცელი კრებულის პირველი და მეორე განყოფილება. ის თვითონ წიგნი 280 გვერდია, ეს 90 გვერდი ვთარგმნე იმ წიგნიდან მხოლოდ. მაგრამ ვაგრძელებ მუშაობას. რატო აღმოჩნდა ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო? ხო და რატო? აი ამ წიგნმა თითქოს და გასაღები მომცა იმის გასააზრებლად თუ სინამდვილეში ვისთან გვაქვს საქმე და რატო არის ეს დამღუპველი და რატო ვარ თუნდაც უკვე იმ ჩელიაბინსკში. ნუ პირობითად ვამბობ, ჩელიაბინსკი ძალიან გავრცელდა და კი ბატონო. მეც ხმარობ, რომ მართლაც იქა ვარ. ხო და ახლა ამ წიგნზე როცა ვიწყებ ლაპარაკს ალბათ აუცილებელია რომ რაღაცა კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო ამ წიგნიდან, იმიტომ რომ ისე ნუ ძალიან ზოგადი და აბსტრაქტული იქნება ამაზე საუბარი. ხო და აი აქ თვითონ ერთ-ერთ ესეში, ეს ესეების კრებული, აქ არის 18 ესე. ერთ-ერთ ესეში ავტორი ესე იწყებს, სტუდენტებიო
ზოგჯერ ხშირად მეკითხებიანო, რატოა რუსეთი ესეთი უბედური და რატო აუბედურებს მეზობელ ქვეყნებს. მათი წარმოდგენა რუსეთზეო ყალიბდება რუსული კლასიკის წაკითხვის მერე. იქნება ეს დოსტოევსკი თუ იქნება ეს ტოლსტოი, ხო და თანამედროვე ეპოქაში სოლჟენიცინის, შალამოვი. მოკლედ აი ეს ლიტერატურა უქმნის წარმოდგენას, რომელიც მეტნაკლებად ასახავს იმ ტრაგიკულ რეალობას, რომელიც არის რუსეთის ცხოვრება. ხო და ამ კითხვაზე პასუხიო და მთელი ეს კრებული, ესეების კრებული არის ალბათ აი ამ კითხვაზე პასუხი, რა არის რუსეთი? ჩვენ ყველას, ვინც საბჭოთა კავშირში გავიზარდეთ, გონია და მეც ეგრე მეგონა, რომ რუსეთი რა არის ვიცი. და ძალიან კარგადაც ვიცი, მე ისტორიკოსი ვარ განათლებით, მაგრამ აი ეპშტეინის აღმოჩენის შემდეგ ეს წელს გაზაფხულზე ვიპოვე ინტერნეტში. მეძებდი რუსულენოვან ავტორებს, რომლებიც სოციოლოგებს, ფილოსოფოსებს. და რითი დაემსგავსა ყველაზე მეტად. ხო და ახალი რა აღმოაჩინეთ და რითი დაემსგავსა საქართველოს. იცით რა, აი ყველაზე საშინელი ალბათ ის არის, რომ ადამიანი კონკრეტული ადამიანი არაფერს არ წარმოადგენს ამათთვის. შიზოფრენიული გახლეჩა ცნობიერების ეს არის იმათი ცხოვრების წესი. ხა აი მაგალითად, ხო, ჯერ ის არ მithქვავს, რატო არის უბედური რუსეთი. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არ არის ცალსახა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამისი და საფუძველი არის ის, რომ რუსეთი დღემდე არის მონღოლ-თათრული იმპერიის მოდელზე აწყობილი სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, ვინ დგას მის სათავეში, დიდი მთავარი, იმპერატორი, მეფე, გენერალური მდივანი თუ პრეზიდენტი, ყოველთვის ეს ქვეყანა იმართებოდა ერთპიროვნულად, ყველაფერი წყდებოდა ცენტრში, როგორც თქვა ჩინგის ყაენი თავის იურტაში წყვეტდა ყველაფერს კი რაც უზარმაზარ იმპერიაში ხდებოდა, ასევე მოსკოვში, კრემლში წყდება ყველაფერი, რაც ჯერ საბჭოთა კავშირი ვთქვი, მაგრამ ეხლა რუსეთში რაც ხდება და რუსეთის მეზობელი ქვეყნები რუსეთისთვის არის ისევ მისი შემადგენელი ნაწილი. რა თუნდა ეს სივრცე ამხელა, რომელსაც ვერც პატრონობს, ვერც რეალურად ვერ ითვისებს და არსებობს რის ხარჯზე, რომ წიაღისეული აქვს. და ეს წყევლაო ავტორი წერს, ეს ტერიტორიული სიდიდე, ეს სივრცე, რომელიც რუს ადამიანს უქმნის შთაბეჭდილებას და წარმოადგენს, რომ დიადია რუსეთი, დიადია და ყველაზე დიდია მსოფლიოში ტერიტორიულად და მას უნდა ეკუთვნოდეს მთელი მსოფლიო. ხო და ჯერ უნდა აღადგინონ ისევ საბჭოთა კავშირი, რომელიც მოდერნიზებული მეფის იმპერიაა სინამდვილეში და მერე დაიბრუნონ დანარჩენი ნაწილები მსოფლიოს. ის ყველაფერი მათ უნდა ეკუთვნოდეთ. რა თუნდაც გაუგებარია, მაგრამ ეს რაღაცა შიზოფრენიული რაღაცა წარმოდგენა აქვს, რომ ეს მათ ეკუთვნის, იმიტომ რომ ყველაზე კეთილი ხალხია. და ეხლა იმათი ისტორია, ვინც იცის, ოდნავ მაინც. და ისეთ ტყუიან თანაც. აი მაგალითად აცხადებენ, რომ როგორც პუტინს უთქვას ეს ასევე პატრიარქს, რომ რუსეთი არავის არასოდეს არ დასხმია თავს. ეს რუსეთის პატრიარქზეა საუბარი. დიახ, რუსეთის პატრიარქზე. ხო და სინამდვილეში რამდენი აგრესიული ომი აქვს დაწყებული, რამდენი 1920 წელს დაგვიდეს მენშევიკურ საქართველოს დაუდეს კეთილმეზობლობის და თანამშრომლობის ხელშეკრულება და მერე 21 წელს შემოვიდა არმია და დაიპყრო. ეს ყველაფერი ჩვენ ალბათ ვიცით. ბევრმა არ იცის, ბევრს არ აინტერესებს, ბევრი კონფორმისტია და ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის, უნდა ფული, უნდა კეთილდღეობა, უნდა სიამოვნება. არ აინტერესებს ქვეყანაში რა ხდება. გულგრილია ქვეყნის მიმართ და ხალხის მიმართ და ერთადერთი შეიძლება თავისი ოჯახი აწუხებდეს და ოჯახზე ფიქრობდეს.
მაგრამ ეგ ოჯახზე ფიქრიც არის ისევ ეგოისტური ზრუნვა საკუთარ თავზე. ეხეთ რითი დავემსგავსეთ. ახლა ამ ველიკო დერჟავული მისწრაფებებით ალბათ არ დავემსგავსეთ, ხო? ჩვენ მაგის ამბიცია არ გვაქვს. არა, უბრალოდ ეს თვითონ საქართველოს რითი დაემსგავსა დღევანდელი. იცით რა შეასაქმე? აი ეგ უკვე დავიწყე მაგას ლაპარაკი. ადამიანი როცა არ გაინტერესებს, როცა შენთვის მთავარია შენი რაღაცა ხელისუფლების შენარჩუნება. ძალაუფლება, ქონება, ანგარე, ესე იგი სინამდვილეში ადამიანი რო არაფერი არ მათთვის, ჩანს აი იმ ხელსურ, სადისტურ ძალადობაში, რომელიც დღეს ქუჩაში ყველას თვალწინ დღეს და გუშინ და გუშინ წინ განსაკუთრებით აი 2024 წლის აქციებზე ხდებოდა ხო რაც ნახეთ ახლა ხო რასაც ესენი პოლიციელები ადამიანს უკეთებენ და არც ერთი ხო არ დაასჯილა არც ერთი დანაშაული ხო არ გამოძიებულა ჟურნალისტებს როგორ ექცევიან ადამიანებს როგორ ექცევიან რიგით ადამიანებს თუ თუნდაც ცნობილ სახეებს ესე იგი მათთვის ყველა ზღვარი მოიშალა ყველაფერი მათთვის უკვე დასაშვებია ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება და თავის ფული. ანგარება ფულის მოხვეჭა არის მათთვის მთავარი მოტივი ცხოვრებაში. ნუ ეს თვითონაც ახლა დაადასტურეს, ხო? თვითონ დაიწყეს გამოძიება საკუთარი ყოფილი პრემიერ-მინისტრის და სუსის უფროსის და ასე შემდეგ, ხო? თავდაცვის მინისტრი ყავთ ციხეში ჩასმული. ანუ 13 წელი რასაც ვეუბნებოდით დამოუკიდებელი ჟურნალისტები ოპოზიცია, ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი, რომ კორუფცია არის ქართულ ოცნებაში და ჭამს ეს კორუფცია. ყველაფერი ისე გვეუბნებოდა თქვენ მატყუარები ხართ. არასამთავრობო სექტორს ეუბნებოდა რომ თქვენ რაღაცა deep state-ი გაფინანსებს და ეხლა თვითონ გამოვიდნენ და უიო მართლა ყოფილა კორუფციაო და დაიწყეს თურმე ის რა ქვია. ახლა აღმოაჩინეს 13 წლის თავზე ეს ამბავი. ხო და ესეთ სიტუაციაში როცა არის ჩავარდნილი ქვეყანა, როცა გაღარიბებული, გაღატაკებული, დამშეულია ხალხი. ამათი საქციელი, ამათი უნამუსობა და უსინდისობა. ეხლა ვიღაცამ შეიძლება მითხრას, სხვა ქვეყნებში არ ხდება ეგეთი. რა თქმა უნდა ხდება, მაგრამ აი მაგასთან დაკავშირებით გამახსენდა პუტინი შეხვდა დაღუპული ჯარისკაცების დედებს, ცოლებს და ეს პირდაპირ გადაცემა იყო ტელევიზიაში და უთხრა რომ თქვენი შვილებიო გმირები არიანო და საერთოდ ადამიანსო რა პერსპექტივა აქვსო ჩვენთანო ან უნდა გალოთხდესო ან ავტოკატასტროფაში დაიღუპოსო და არ ჯობიაო რომ ომში ბრძოლაში მოკვდესო გმირული საქციელიაო მაგარი ლოგიკა ეს არის კატასტროფა რომ ადამიანი მისთვის საერთოდ არაფერი არ არის. თვითონ პრეზიდენტი რო ამბობს რუსეთისო ჩვენთან აი სამი ვარიანტია რითი შეიძლება დაასრულოს ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე. ან გალოჩდეს, ან ავტოკატასტროფაში დაიღუპოს, ან ომში ბრძოლაში მოკვდეს და ჯობია მოკვდეს. ეხლა იცით აქ ამ წიგნში ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტია, თან ყველაფერი ეს არის დოკუმენტირებული, მითითებულია წყაროები, ეს არ არის რაღაცა ასე ავტორის შემოქმედება. ეს არ არის რაღაცა მხატვრული ფიქცია. უბრალოდ როცა ვსაუბრობთ რომ აი საქართველოს რო დაუბრუნდეთ ისე ხო რატო ეძახით რომ უკვე რუსეთში ვართ ხო იმიტომ რომ ყველა ავტორიტარული რეჟიმი პრინციპში ერთმანეთს გავს ხო სადაც არ იქნება რომ რუსეთში იქნება თუ საქართველოში იქნება როდესაც ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს რატო ეძახით ხო ამ დემოკრატიის არარსებობას ის გამო ხო როცა ხელისუფლების ერთადერთი მიზნად ხდება თავარ მიზნად უფრო სწორად ხდება სკამის შენარჩუნება სამუდამოდ ძალაუფლების შენარჩუნება სამუდამოდ როცა ეს ხდება თავარ მიზნად მე ყველანი ერთმანეთს გვანან იმიტომ რომ სხვა შენ არაფერი არ გადარდებს და ფიქრობ რომ ხელისუფლებას უდაკარგე ეს არის სიკვდილი და დასასრული ყველაფრის მე ყველაფერზე მიდიხარ ამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად იცით რა გეთანხმები რა თქმა უნდა ეგრეა ემსგავსებიან ეს ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს მაგრამ რუსეთს აქვს თავისებურება რომელიც ახლა მე აქ ლექციის სახით ვერ გადმოვცემ მე უბრალოდ
მოუწოდებ დაინტერესებულ მაყურებელს, რომ ეს წიგნი თავად წაიკითხოს. რომ უკეთ გაიაზრონ რა ხდება რუსეთში და რუსეთის რატო არ გვინდა რუსეთში ხო ამაზე რატო არ გვინდა რუსეთში. ეხლა მე ამ წუთში ვერ ვახერხებ დამაჯერებლად იმის დასაბუთებას თუ რატომ არის რუსეთში ეს შიზოფრენიული ფაშიზმი, რატო არის უბრალოდ ფაშიზმი და ჩვენ მივედით ამ დონემდე უკვე. ისეთი არ ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ და ამიტომ ვართ მისულები. შიზოფრენიული ფაშიზმი რაშნებს ეს არის ფაშიზმი, რომელიც აცხადებს, რომ ებრძვის ფაშიზმს. თვითონ არის ფაშისტური, მაგრამ აცხადებს, რომ ებრძვის ფაშიზმს და სინამდვილეში გამოდის, რომ მისი ფაშისტური ეს ქვია რეჟიმი არის სინამდვილეში პაროდია ფაშიზმზე. თავისი აბსურდით, მაგრამ იმავდროულად ეს არის ძალიან საშინელი და აგრესიული და საერთოდ სოფლიოს დაღუპვის მოსურნე ფაშისტები არიან. იმიტომ რომ ან სოფლიო უნდა იყოს ჩვენი, ან სოფლიო არ უნდა იყოს, სოფლიო არ უნდა არსებობდეს. გასაგებია ჩვენი როლი ამ ყველაფერს და ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა დღეს საბოლოო ჯამში ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ რაღაცა რუსეთში კი არ მივდივართ, ჩვენს ევროპა გვინდა. უბრალოდ ევროპა ძალადობს ჩვენზე, რაღაცებს თავს გვახვევს, გვაიძულებს რაღაცები რომ გავაკეთოთ და ჩვენ სუვერენიტეტს ვიცავთ, ამისი ამბობია. ჩვენ ყარად გავართ ორ ფეხზე და არავის არ დავემონებით, არც რუსეთს და არც ევროპას და ამით ვცდილობენ ხალხს ეს თავის პოლიტიკა მოაწონონ. კი, მაგას ამბობენ. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში ეს ხო სიყალბეა და ტყუილია. რატო და იმიტომ რომ როდესაც მშვიდობას გვპირდებიან და საკუთარ ხალხს, საზოგადოებას ომს უცხადებენ და მათთვის ნულოვანი თანაგრძნობა არის პრინციპი, ეგ არის უბრალოდ ფაშიზმის, რომ ადამიანი მისთვის აღარ იმსახურებს 1 მილიგრამ თანაგრძნობას. ანუ ადამიანი აღარ არის ადამიანი, არის მტერი და მტერი უნდა მოკლა. ჯერჯერობით ქუჩაში არ გვესვრიან, მაგრამ იდეაში მაქამდეც უნდა მივიდეს, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, არც ჯარიმები, არც სხვა რეპრესიული მექანიზმები ეხლა ციხეში უშვებენ პირდაპირ გადაკეთვისთვის. ეს ჯერჯერობით ვერ აჩერებს და იმედია, რომ ვერ გააჩერებს პროტესტს. თქვენც გამოდის, რომ ეს კანონი დაარღვიეთ, ხო, როცა ქუჩა გადაგეთ. მე დავარღვიე და ჯერ არ გიჭერებთ. ძალიან წყინს არ მიჭერენ, იმიტომ რომ გამოდის, რომ რაღაცა გამონაკლისი ვარ, ან კაცად არ მთვლიან, რადგან ვარ შშმ პირი ვერ ვიტან ამ სიტყვას, ვარ ინვალიდი, ეს არ არის შეურაცხყოფა, მე მგონი, ჩემთვის არ არის ყოველ შემთხვევაში. ხო და თუ იქ რომ გადმოვედი აი მომენტში ჩემ წინ დავჯექი ამ სკამზე იქვე გზის კიდეზე. ერთი კაცი დაწვა ხო ერთად. როგორ და რატო გადავედი ჩემი სკამით და რატო დავჯექი იმ კაცის წინ. როდესაც მივედი რუსთაველზე პარლამენტთან, უკვე ეს მომენტი იყო, რომ იკეტებოდა და მივედი და ვხედავ, რომ ვიღაც კაცია გაშოტილი და ეგეთ ვიღაც გოგოზის ასფალტზე. ეგეთ სიტუაციაში, იძაბები, ხო და გამიელვა წინა დღეს, პროსტოვეთ წინის წინა დღეს, წინა დღეს შემხვდა ბექა ქურხული, ჩემი მეგობარი. წერალი ასე. წერალი, რომელიც დაჭერილია სწორედ მაგ ბრალდებით, რომ გადაკეტა მოძრაობა. ხო და ეს იყო შემხვდა იმ საღამოს მეორე დღეს რომ დაიჭირეს. ხო და გამიარა მე სკამზე ვიჯექი და ვერ დამინახდა ესე მოახერხე და მოკეთ გავაჩერე. ო დამინახა რაღაცა გადამეხვია და მომახარა. ხო მაინც გადავკეტეთ. ხო და იქ რომ მივედი და დავინახე რომ ვიღაც რამდენიმე ადამიანი არის ქუჩაზე და ცდილობს მოძრაობა დაკეტოს. გამახსენდა უცებ გამიელვა
რომ ბექარო აქ იყოს მეთქი, ხო არ გაჩერდებოდა ტროტუარზე. ჩვენ ტროტუარზე ვიდექით, ისე თითქოს სეირს უყურებდით, რომ ჩვენ არ გვეხება. რაღაცა ხდება, მაგრამ ეს ჩვენ ცალკე ვართ, ისინი ცალკე არიან. ხო და ეს ამ აზრმა რომ გამიელვა ეგრევე გადავედი. აი რაღაცა შინაგანი იმპულსი, რაღაცა ემოციური, რაღაცა ძალიან ესეთი ძლავრი ის იყო ბიზგი და ყოყმანის და დაფიქრების გარეშე გადავედი. რატო არის თქვენი აზრით ასეთ მნიშვნელოვანი ამ რუსთაველის გადაკეტვა? ბევრი ამბობს რომ ნუ გადავკეტავთ, კაცო, რატო ვიხდით წავდენმა 80 ადამიანია დაჭერილი, ანუ რატო იხდის ეს ხალხი საქმე? იცით რა, ჩვენ რადგან არა გვაქვს არანაირი საშუალება ბრძოლის გარდა პროტესტის გამოთქმისა. ეს არის პროტესტის სახიერი სიმბოლო. ამან შეიძინა თვითონ ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობის გამოისობით. შეიძინა ეს მნიშვნელობა, რომ თუ ეს პროტესტი შეგვაწყვეტინეს და თუ ჩაახშეს ეს წინააღმდეგობა, ისინი ჩათვლიან, რომ გაიმარჯვეს. სანამ ეს პროტესტი გრძელდება, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის არის არაპროდუქტიული, არაპრაგმატული. ამბობს, აი რას მიაღწიეთ გადა იმისა, რომ ხალხი იმას მივახციეთ, რომ დღემდე წინააღმდეგობის კერა ქალაქის გულში, ცენტრში არსებობს და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქართველები ნაწილი ყოველ შემთხვევაში არ ეგუება, არ თმობს, არ არის თანახმა და თუ ჩვენ ამას ესე მარტივად დაუთმობთ, კაი, აღარ გადავკეტავ და მორჩა. ისინი იწყებენ გავიმარჯვეთ, აი, შვიდობა დავამყარეთ, ვაკონტროლებთ და გვაღიარეთ, თუ ალიევს აღიარეთ, ჩვენი რეჟიმიც აღიარეთ, ხო? და ეს არის პრინციპული საკითხი. შეიძლება ვიღაცის თვალში ვიმეორებ რაღაცა ბავშვური და ინფანტილური. ხო, სინამდვილეში პრინციპულია, რაც ახსენეთ, იმიტომ რომ ხელისუფლება რას ეუბნება დასავლეთს, ხო, წერილებს რო უგზავნიან ტრამპს ან განცხადებებს აკეთებენ, სწორედ ეს გამოჩვევის. მან რომ აი თუ ალიევს სხვა დიქტატორებს ველაპარაკებთ, ჩვენ რატო არ ველაპარაკებით და მე დაფიქრე და ვფიქრობ რომ ალბათ იმიტომ არ ველაპარაკებიან, რომ აქ ჯერ კიდევ წინააღმდეგობა არის და იმედი აქვს რომ რაღაცა შეიცვლება და მათ უნდათ ეხა ხელისუფლება დასავლეთს უთხრან რომ იცი რა, აი არჩევნები მოვიგეთ, რევოლუციის მსვლელობა ქონდათ, არ გაგივიდათ და დაგველაპარაკეთ, ჩვენ ვართ აქ პატრონი, ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს. ეს ერთადერთი რუსთაველი უშლის ხელს, რომ ამაში დააჯერონ დასავლეთი, რომ ყველაფერი მორჩა, ყველაფერი მოვაგვარეთ, ჩვენი მთელი ძალაუფლება და ჩვენ დაგველაპარაკეთ. ზუსტად აი ამ რუსთაველის გამო ვერ ეუბნებიან ამას დასავლეთს, რომ ჩვენ ვართ აქ ბატონ პატრონი. რა თქმა უნდა და ეს არის გამოხატულება შინაგანი აი ამ ეროვნული წინააღმდეგობის. ეს არის ეროვნული მოძრაობა სინამდვილეში. ის ხალხი, ვინც იქ დგას, არც რაიმე საკუთარი გამორჩენის ან რაიმე საკუთარი ძალაუფლების ფულის კეთილდღე იმასაც ამბობენ რომ 50 ლარს უხდიან დღეში 50 ლარს კი არა ნუ აი რა აბსურდია ეს ხალხი იქ ვინც დგას არიან იდეალისტები ჩვენ ვართ იდეალისტები ჩვენ გვესმის რომ თუ თავი არ გავწირეთ ეს ქვეყანა დაღუპულია განწირული სულისკვეთება რომელიც აუცილებლად მოიტანს გამარჯვებას რატო შეუძლებელია მართო საზოგადოება მართო ქვეყანა როცა შენ გეწინააღმდეგება ყველა მოაზროვნე ყველა ნორმალური ყველა პასუხისგებლობის ქონე მოქალაქე სანამ პროტესტი არსებობს სოფლიო ხედავს რომ ჩვენ არ ურიგდებით ამ უსამართლობას ამ ძალადობას ამ ტყუილს ამ სიყალბეს ამ რუსულ რეჟიმს ეს აღარ არის პრორუსული ეს მართლაც რუსულია ვინც ამბობს რომ არა ჩვენ სუვერენული დემოკრატია გვინდა ეს ყველაფერი არის ტყუილი სინამდვილეში ტყუილია და თუ ადამიანს არ უნდა დაინახოს რომ შავი შავია და თეთრი თეთრია როგორ უნდა აუხსნა ევროპაში თუ მიდიხარ რატო წყვეთ
მასთან მოლაპარაკებოდა ურთიერთ რატო არასრულებ იმ მოთხოვნებს რომლებიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში აუცილებელია ეს ევროპა არის შეიძლება ვთქვათ წარმოიდგინოთ როგორც რაღაცა კლუბი რომელსაც თავის წესები აქვს თუ გინდა რომ შეხვიდე ეს წესები უნდა დაიცვა და იმაზე ლაპარაკი რომ ჩვენ კაცებს გაგვათხოვებენ და ეს ყველაფერი ეთყული არსად არ წერია არანაირი მოთხოვნა არ არის რომ ქვია რაღაც გეიგორწება დააკანონეთ ხო? ეგ შვიდობის ვითომს უზრუნველყოფა ქვეყანაში და დაცვა ეროვნული ასე ვთქვათ ფასეულობების ეს ყველაფერი არის სიყალბე და ტყუილი ადამიანმა უნდა გააცნობიეროს და მიხვდეს რაში რა ხდება და რაშია საქმე ბატონო მაგრამ მაინტერესებს იცით მაინც ამ პროტესტზე იმდენი ადამიანი ყოველდღე არ გამოდის, ხო, რამდენისაც შეიძლება სურვილი კონდეს და ხელისუფლებაც ამაზე აკეთებს აქ, აი 50 რაღაც ახლა ტერმინი მოიგონეს იაპონური ანიმედან აკაცუკებს ეძახიან. ეს 50 აკაცუკი არისო გამოსულიო და მეტი არაო, ახლა 50-ზე მეტი არის, რა თქმა უნდა, ეს ბოლო დღეები კიდევ უფრო მოიმატა, რაც ხალხის დაჭერა დაიწყეს და უფრო იმატებს, მაგრამ აი თვეში ერთხელ დიდაქციებზე გამოდის ბევრი ხალხი, მაგრამ ყოველდღიურზე არა. თითქოს აი დანარჩენ თბილისში სხვა ჩვეულებრივი ცხოვრება გრძელდება, ხალხი კონცერტებზე დადის, ავიც სადღაც რაღაც რესტორნებში გასართობად და ისე ჩანს რომ მათ ეს ყველაფერი არ ადარდეთ. ეგრეც არის, არ ადარდეთ, გუგლები არის. იცით რა, ეს ობილატელი, კონფორმისტი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ტყავი ადარდებს და არაფერი სხვა. ეგეთი ბევრია. საუბედუროდ ყოველთვის იყო ალბათ ეგრე და მცირე ნაწილი იყო მხოლოდ ის ვისაც აღელვებდა და ვისაც გული უტოკდებოდა და ვისაც ჰქონდა იმის მოთხოვნილება რომ დაეცვა თავის ქვეყანა და არ ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ თავზე. ეგეთები როგორ უნდა შემოაბრუნოს კაცმა მაგას არც ეფშტეინის კითხვა არ კითხულობენ წიგნებს, არ აზროვნებენ კრიტიკულად, არ ცდილობენ გაარკვიონ რა დღეში ვართ ყველანი. იცით რა, ეს არის რაღაცა სულიერი, როგორ ვთქვა, სიბეცე. იცით რა, მე თვითონ მყავს ეგეთი ხალხი, ვინც არ გამოდის, არ გამოხატავს თავის აზრს, შეიძლება კრიტიკულად არის განწყობილი რეჟიმის მიმართ და არ მოსწონს. მაგრამ მაინც ჩუმადაა. ან ესე ტრაგიკულად არ ხედავს სიტუაციას. ხო? შეიძლება საკმარისად ტრაგიკულადაც ხედავდეს, მაგრამ მაინც არ გამოდიოდეს. აი დიდი აქციები როცა მართლა ბევრი ხალხი გამოდის, ну შედარებით ბევრი. მაშინაც კი რომ არ გამოდის ეგეთი ადამიანი, ეს არის კატასტროფა, იმიტომ ეს რას ნიშნავს? აი ახლა კონკრეტულ ადამიანზე ლაპარაკობ, რა თქმა უნდა, არც ახალს ვიტყვი, არც გვარს. თან მასწავლებელია ეს ადამიანი. თან მორწმუნეა. და თან იცის, რომ ეს რაც ხდება, არ შეიძლება რომ ხდებოდეს, მაგრამ მაინც არ გამოდის და ორჯერ მინდოდაო, აი ამ დიდ აქციებში მიიღო მონაწილეობა, ორივეჯერ ავად გავხდიო. ესე იგი, ყველა ადამიანს აქვს რაღაცა გასამართლებელი რაღაცა საბუთი თავისთვის, რომ თავისი პასიურობა, თავისი რაღაცა ის გაამართლოს სამწუხაროდ ეს გულგრილობა. იმიტომ რომ შენ თუ საკუთარი სინდისი გაძლევს იმის უფლებას, რომ იყო მშვიდად სახლში და შენ ოჯახში, ეს ნიშნავს, რომ არ გაწუხებს. სინამდვილეში არ გაწუხებს. რო აწუხებდეს, ის რა თქმა უნდა, ერთხელაც გამოვიდა და ორჯერაც და მრავალჯერაც. ასეთ ხალხს რა უნდა უთხრათ? ასეთ ხალხს უნდა უთხრათ, რომ როდესაც გემი იძირება, ყველამ ერთად უნდა ამოუხაპოთ წყალი, რომელიც დგება ტრიუმფში. თუ გაირვა გემის, ქვია ეს ფერდი
და წყალი შემოდის, თუ ყველა ერთად იმუშავებთ, შეიძლება გადავწეთ. შეიძლება მაინც ვერ გადავწეთ. შეიძლება ისე დღეში უკვე ჩვენი გემი, რომ მაინც დავიხრწოთ ყველანი. მაგრამ უნდა ვეცადოთ. თუ ვეცდებით, არის შანსი, რომ მოხდება სასწაული და კიდევ ერთხელ გადავრჩებით. მრავალი საუკუნე გავიდა ჩვენ ქვეყნის ისტორიაში ეს უამრავი განსაცდელი, უამრავი ტრაგიკული მოვლენა, შემოსევა, ხოცვა, ჟლეტვა, მშვიდობიანი მოქალაქის. ეს ყველაფერი ერმა რაღაცნაირად გადაიტანა. რატო გადაიტანა, ან როგორ გადაიტანა? რა თქმა უნდა, ღვთისწყალობით, ხო, გვეტყვიან. ღმერთმა გადაარჩინა, მაგრამ ღმერთმა რატომ მოახდინა ეს სასწაული? იმიტომ რომ იმსახურებდა ერის საუკეთესო მცირე ნაწილი ამ სასწაულს. ყველა შეიძლება არც იმსახურებდა, მაგრამ აი ის ვინც თავს დებდა და თავგანწირულად მოქმედებდა და იბრძოდა. ზოგჯერ ხმლით, როცა იყო ამის საშუალება, ზოგჯერ როცა არ იყო, მშვიდობიანადაც. თავარია, თავი გასწირო, თავი დაასდო და შეიძლება გადარჩეს ჩვენი გემი და არ ჩავიხშოთ, არ ჩავინთქათ იმ უფსკულში. მე უბრალოდ მინდა ყველა ადამიანს კითხო, კი არ მოუწოდო, კითხო. თქვენ თვითონ გარდა საკუთარი თავისა, თუ რამე გაინტერესებთ, მოდით რა, დაგველაპარაკეთ, გამოდით, გაგვიცანით, მოდით რუსთაველზე, უბრალოდ თუნდაც შორიდან შეგხვედეთ და მერე ცოტა ახლოსაც მოდით და რაღაცა ორი სიტყვა გითხარით და გკითხეთ და იქნებ მიხვდეთ, რომ ეს გზა სინამდვილეში არის ერთადერთი გზა, რომ ერი გაერთიანდეს და გადარჩეს. თუ შენ არ იქნები გულგრილი, არ იქნები საკუთარ შენს სახლში, შენს ოჯახში ჩაკეტილი და გამოხვალ ქუჩაში, ეს არის საწინდარი იმისა, რომ ეს ქვეყანა გადარჩებოდა და მომავალი კიდევ აქვს. თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებ და ეს რაოდენობა, ეს ხალხი, ვინც იქ გავდივართ, არ გაიზრდება, მაშინ შეიძლება ჩვენ უბრალოდ აღარა ვართ ღირსები ამ სასწაულის, რომ ღმერთმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინოს. იმიტომ რომ ყველანაირი ლოგიკით ჩვენ თითქოს არ გვაქვს შანსი გადარჩენის და არ ქონდა. არც თემურლენგის დროს არ ქონდა და არც ახაბასის დროს და არც მონღოლების დროს და არც არაბების დროს. თემურლენგმა 8-ჯერ ილაშქრა საქართველოში და რატო? იმიტომ რომ დაიპყრობდა, დააშოშმინებდა, დაიმორჩილებდა, მიდიოდა და ეს ხალხი ჯანყდებოდა. მეორე თუ მესამე წელს იწყებოდა აჯანყება. 8-ჯერ შემოვიდა და თქვა, რომ თქვენ გიჟები ხართო? ხო ხვდებითო, რომ მე რომ მოვდივარო, ვერ მიწევ წინააღმდეგ, მაგრამ აი მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქოს ცხადი იყო, იმხელა ძალა ქონდა. ისეთი ძლიერი იყო ეს თემურლენგის ლაშქარი, რომ ჩვენ ცერიცხოვანი ქართველობა ვერ უწევდით წინააღმდეგობას, მაგრამ მუდმივად ჯანყდებოდით, იმიტომ რომ არ შეგვეძლო ამის ატანა. და თუ ჩვენ ეხლა ავიტანთ აი ამ რუსულ რეჟიმს, თუ ჩვენ ამას შევეგუებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე აღარავთ ის ქართველები, გადავგვარდით, დავკარგეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ესე მარტივად ეს არ მოხდება. და ძალიან სწრაფად მიდის მოვლენები 21 საუკუნეში. ძალიან მცირე შანსი აქვს რუსეთს, რომ ამ სიტუაციაში მოახერხოს ამ ომის გაგრძელება დიდხანს, უკრაინასთან ომს გულისხმობ, რუსეთი დაუპირისპირდა მთელ დასავლეთს, ხო ფაქტია. თუ ევროპა მართლა გამოიღვიძეს ბოლომდე, თუ ამერიკა მინიმალურად მაინც დაეხმარება, აი ხა ტომაგავკები არ არის გადაწყვეტილი იქნება თუ არა, მაგრამ სანქციები ნავთობის და გაზის სფეროში უკვე დააწესა დონალდ ტრამპმა. ხო და ეს არის იმის საწინდარი, რომ ფული შემოაკლდება რუსეთს ისე კატასტროფულად, რომ ომს ვეღარ გააგრძელებს. ჩვენთან როგორ განვითარდება მოვლენები დამოკიდებული იმაზე, რუსეთი როდის დამარცხდება, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვესმოდესო ეს ჩვენი რეჟიმი
რუსეთის გარეშე საერთოდ ვერ გაძლევს. თვითონ რესურსი ამ რეჟიმს არ აქვს. განსხვავებით თქვა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებისგან, რომელსაც აქვს ნავთობი ან აქვს ეკონომიკა, ან რაღაცა აქვს, რაზეც შეუძლია ააგოს თავისი კეთილდღეობა და დაიჭიროს ეს მოსახლეობა. აქ ჩვენ სხვა სიტუაციაში ვართ. ეხლა უნდათ ისე დაგვაშინონ, რომ უბრალოდ გავჩვენდეთ. თუ მაგას მინიმუმი ხარ ისე გაკეთება შეგვიძლია, რომ არ გავჩვენდეთ, ხო? ამაზე ვსაუბრობ. უნდა ვიყვიროთ, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, უნდა ვეცადოთ, რომ წინააღმდეგობა არ გაჩერდეს. უნდა ყველანაირად თავი გადავდოთ. თავი უნდა გადავდოთ. ეხლა მე რო იქ ქუჩაზე გადავედი და ამ დროს გადაიკეტა, უკვე გადაკეტილი იყო და დავჯექი. მერე თვითონ ისინი მოვიდნენ, ვინც ქუჩა გადაკეტეს და მითხრეს, რომ ვერ ვაკონტროლებთ, მოძრაობა მაინც იხსნება და მოდი დავბრუნდეთ ტროტუარზეო და მე რა თქმა უნდა გადავყევი და დავჯექი გზის კიდესთან, სკამზე და ეს პოლიცია ჩამწკრივდა ჩემ წინ. იქ რაღაცა მივმართავდი 1 მეტრი იყო ჩვენ შორის. იქვე სახეში უყურები. მე არ ვიცი ეს ხალხი როგორ ახერხებს, რომ ესე იგი საერთოდ არ ქონდათ რეაქცია იმაზე, რასაც ვეუბნებოდი. არ მიყურებდნენ, თითქოს არც ესმოდათ და ელოდებოდნენ ბრძანებას. ვიღაცა თავის უფროს რო ეთქვა, რომ აიყვანა ეს, მეც ამიყვანდა. და მე დაიწყო აყვანები, მაგრამ მე ხელი არ მაქვს. რატო არ მაქვს ხელი? მე არ ვიცი. ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან მეც წამიყვანენ, იმიტომ რომ რეალურად ყველა შეეხება, ვინც ჩანს, ვინც ცდილობს, რომ თქვა სიმართლე და სიმართლე არის მარტივი და ცხადი. ეს არის ბოროტება და ამ ბოროტებას უნდა ყველანი ერთად ვებრძოლოთ და უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი მომავალი და არ გვინდა ჩელაბინსკში, გვინდა ევროპაში. ეს არის როგორც 2x2 ისეთი ჭეშმარიტება და ესეთი სიმართლე. თუ ვიღაც ამას ვერ ხედავს, იმიტომ რომ არ აწყობს და არ უნდა რომ დაინახოს. სხვა გზას მე ვერ ხედავ გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა გავაგზავნოთ წინააღმდეგობა მშვიდობიანი ფორმით. დაგვიჭერენ, დაგვიჭირონ. ბოლოს და ბოლოს 66 წლისა ვარ, ხო? რამდენი დამრჩა ამ ქვეყნად? არც ისე ბევრი. და ეხლა იმის შიშით რომ ვაიმე ციხეში არ მოუხვდე, გავჩვენდე, არ შემილია. არის რაღაცა, რაც უბრალოდ უფრო მეტია ვიდრე სიცოცხლის დაფასება თუ გაფრთხილება. როდესაც რაღაცა უფრო მეტი ღირებულება არსებობს, ვიდრე რომ აი საკუთარ ტყავს მოუფრთხილდე და კანკალებდე, რომ ვაიმე რაღაცა არ ხალხო. ახლა ესე გამომდის, რომ ხალხო მივმართავ. არა, მაგის პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ მე ერთი თხოვნა მაქვს, რომ ყველანი დაფიქრდით, საკუთარი შვილების მომავალზე დაფიქრდით. ეს ქვეყანა თუ მართლა ისევ ჩელაბინსკში ჩაიზირა, აი მაშინ იქნება ყველაზე დიდი საშინელება, იმიტომ რომ ეს საბჭოთა 30-იანი წლების ტერორი რო იყო. ეს შეეხო ყველას. იქიდან დამნაშავე და კრიმინალი და ხალხისტერი პრაქტიკულად არც ერთი არ იყო. იყვნენ კანონმორჩილი მოქალაქეები, მაგრამ ეს ტერორი ყველას შეეხო და რატო იყო ეს ტერორი ესეთი მასობრივი, იმიტომ ჭირდებოდათ ქვია ადამიანის გატეხვა შინაგანად. ღირსება უნდა წაართვა ადამიანს და როდესაც ის ყველაფერში გემორჩილება, ის უკვე შენი ლუკმა, ასე ვთქვათ, რასაც უნდა უზავ. გინდა ამუშავებ უფასოდ. გასაგებია ხო, მარტივი ვითარება არ არის, რთული ვითარება, ერთ-ერთი გზა, რომ ვთქვათ, ხარტამ ხარტის აქვს სრული ავტორიტარიზმი რჩება ის, რომ არსებობს წინააღმდეგობა და ეს კერა რუსთაველზე რჩება უკეთესი ვერანი ვერ მოიფიქრა. მართალია, აი ეგ არის, რომ უფრო პრაქტიკული, უფრო სწორი, უფრო გააზრებული, უფრო მნიშვნელოვანი გეგმა, რომელიც შედეგს მოიტანს. ჩვენ არ აგვაქვს. გარდა აი ამ ემოციური პროტესტისა. ეს ხო ემოციებზეა დამყარებული. კი ბატონო. მადლობა დიდი ინტერვიუსთვის.
გისურვებთ წარმატებებს თქვენ. ეს ციგნი თქვენ ჩემგან საჩუქრად. კი ბატონო, მადლობა.